მოგესალმებით. როგორც იქნა, გამოვახციე ქალაქიდან უახლოესი ლოკაციაში ავარჩიე, ვიმყოფები ლაკვის წყალსაცავზე. ვიკემპინგებთ, დავრჩებით და ბევრ გემრიელობას მოვამზადებთ. ჩვენი ადგილი გამოიყურება ასე. საკმაოდ ლამაზი გარემოა. მოვამზადებთ ჩაკაფულს. კახეთში ვარ. სხვა კერძის მომზადება იქნება დანაშაული. როგორც ყოველთვის. ყველა წყალსაცავზე ერთი სიტუაცია, ნაგვით არის აქაურობა სავსე, რომელსაც ყველა ვარიანტში მივხედავთ წასვლის წინ. კიდევ ერთხელ, ამჯერად ვიდეოს დასაწყისშივე მოგიწოდებთ, რომ არ დატოვოთ ნაგავი, არ შეიძლება. ეს არის ჩვენი ტემუს მაგიდა, რომელიც არის ნახევრად დაშლილი უკვე. ნახევრად არა, სულ დაშლილი ყოფილა. ჩვენი დაშლილი მაგიდა. ვინაიდან როგორც ყოველთვის ვჩქარობ, რადგან მქონდა ძალიან ცოტა დრო, დამრჩა სკამი. ამიტომ შეშიზღუმელი ზამთრის კემპინგის დროს რაშიც მედო, ყინულზე სათევზაოდ ვიყენებდი ამ წყლის ავსტაშტს. და მოკლედ ამას გამოვიყენებ სკამად. ვიწყებთ რა თქმა უნდა ხორცის დამუშავებით. ცხიმს მოვაცილებ. ვცდილობ რომ რაც შეიძლება ნაკლები ცხიმით მივიღო საკვები, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან მომატებული ვარ. 15 კილო მაქვს დასაკლები. ეს არის ყველა გურმანი ადამიანის ბედი. საკმაოდ გამიჭირდა კარგი ხბოს ხორცის პოვნა. რის გამოც დღეს საქონლის ჩაკაფული უნდა გავაკეთოთ. დაიწყო ყველაზე შრომატევადი მომენტი გარყუნის გარჩევის. რომ მითხრათ, რომ ერთი კერძით აღწერო საქართველოს აუცილებლად ჩაკაფულს გეტყვით. ვიჩქაროთ, იმიტომ რომ მოგვისაღამავდა არავის გასაშლელი გვაქვს. კოცონი ასანთებია. დაგვრჩა მხოლოდ ქინძი და ოხრახუში. გაგიკვირდებათ და მთელი კახეთი, მთელი გზა ბადიაურით, კაჭრეთის ჩათვლით, ვცდილობდი რომ შემეძინა ტყემალი. ვერავითარ ფორმაში ვერ შევიძინე უშუალოდ სასწაულსაც გაკეთებული ტყემალი ნამდვილად არ მინდოდა რომ გამომეყენებინა.
ამიტომ დღეს რაოდენობრივად ვეცდები რომ უფრო მეტი ღვინა მივცე და სიმჟავე ამით დავაბალანსო. დავიწყოთ ნამდვილად აწყობა. ვინაიდან არ არის ხბო, არის საქონელი. დავაწვრილებ უფრო ნაჭრებს. მალე რომ მოიხარშოს. აი ესე გამოიყურება ჩვენი აწყობილი ჩაქაფული. დაგვრჩა მხოლოდ ღვინის დამატება. ახლა აუცილებლად უნდა გავამზადოთ კოცონის ასანთებად პატარა ბურბუშელა. გაგვიმარტივდეს კოცონის ანთება. ნედლი შეშა გვაქვს და ცოტა ვწვალობთ, მაგრამ დავიწყე ჩაქაფულის მომზადება და დიდი მედებს ვამყარებ. სანამ ჩვენი ჩაქაფული მზადდება, დავიხელთოთ და დავჭრათ ხორცი ჩიჩარონისთვის. არის ღორის მუცლის ნაწილი თავისი კანით, რომელიც ჯერ უნდა მოიხარშოს და მერე deep frying-ი უნდა გავუკეთოთ ბევრ ზეთში. ნახეთ რა სილამაზეა. ეს საკემპინგე ჭურჭელიც თემუდან მაგ გამოწერილი ახალი ჩამოსულია, ჯერ არ გამიტესტავს. ძალიან მარტივად, დაახლოებით ესე 40 წუთის განმავლობაში უნდა მოვხარშავთ. შემდგომში შევწავთ ბევრ ცხიმში. დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები, თლიანი, დაფქვილი ნიორი. დაფქვილი ნიორი ყველაფერს უხდება და ყველაფერს აგემრიელებს. ორივე კერძი მზადდება, ამასობაში ჩვენ მოვამზადოთ გვაკამოლე. აი ხელა დანით ხა ანაირად დავჭრი, მაგრამ ვცადოთ. რეშოტკებისავით დავჭრათ. მერე არ გამოვიდა ეგრე. იმიტომ რომ კვახია. დღეს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ არის. გადავედით მეორე ავოკადოზე. კონკრეტულად ეს მომენტი იქნება პერფექციონისტების კოშმარი. შემდეგი კომპონენტი არის ოხრახუში. მისი უდიდებულესობა ხახვი. მოხსნათ ეს თხელი ფენა. მეგობრებო, თუ თხელს ვერ ხსნით, მაშინ სქელი მოხსენით. თუ პოიშუტკები.
მალე ჩიჩარონიც მზად იქნება და დაიწყება ნადინი. მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ეს არის მრავლს. ძალიან ექსპრომტო ჩემომიერთა ჩემი ძმა და მეგობარი, რომელიც კლინიკიდან გამოვიდა, ჩამოარბინა, ვივახშმებთ და სამწუხაროდ არ რჩება, მაგრამ სხვა დროს ისეთი ვახშამია. გაგიმარჯოთ. გაუმარჯოსება. ჩვენს პატარა სუფრას და ამბიას გაუმარჯოს. გავსინჯოთ. Honest opinion. სერიოზულია. წენთან რაისინჯოს ვეჭვი. ასორო. ესა ჩვენ ჩიჩარონი, რომელიც თამეწვა, იმიტომ რომ გასული ვიყავი რაღაცა პატარა ფიჩხის მოტანა მინდოდა და ეს შედარებით კარგია. კიდე მაგ და იმას გავაკეთებ ის უეჭველი გამოვა გემრიელი. გავსინჯოთ აბა. გვაქთან ერთად. მაინც ძალიან გემრიელია. გემრიელობები მომზადებული მაქვს. საკმაო რაოდენობით შეიძლება ითქვას. ერთ-ერთი რაც გადამრჩა უნდა გავშალო კარავი, ავაწყო შეშის ღუმელი და სხვადასხვა საშუალებები, რაც გამოვიყენებთ დღევანდელი ლაქშერი კემპინგისთვის. აგრეთვე ნელ-ნელა მაინტერესებს თქვენი აზრით, რომ დამიწეროთ კომენტარებში. ნელ-ნელა მინდა რომ დავიკლო ეკიპირება და უფრო და უფრო ნაკლები რაღაცეებით წავიდე ტყეში, ან სხვადასხვა ადგილას, სადაც დავრჩები თქვენთან ერთად და მინდა რომ რაღაცა survivalist მიმართულებას მივყო ხელი. აგვაღამდა. ახლა ის გადაგვრჩენია გავშალოთ კარავი, მოვეწყოთ კომფორტულად და სიმშვიდე სიწყნეში გავატაროთ ღამე. ეს არის ჩემი ახლოს ძმაკაცის ირაკლი ქაჯაიას ნამოქმედარი მაჩუკა ესეთი მაგარი რაღაც პატარა ღუმელი ამეწყო თავის ხელით მერავთან და მუხლესთან ერთად მადლობა ძალიანები საკმაოდ დაეცა ტემპერატურა ნოტინა არ იქნება მაგრამ არც ბევრი აკლია საკვამური ესე გამოიყურება ჩვენი კარავი. დილით ბევრად უფრო უკეთ განახებთ. ახლა კი დრო მივხედოთ ღუმელს, გავათბოთ აქაურობა, ჩვენს დავისვენოთ და მოვემზადოთ დაძინებისთვის. ტექნიკას გამოვიყენებთ მიახლოებით იგივეს, ბურბუშალა გავაკეთეთ. ჩვენი ღუმელი გუგუნებს შეშა და ჩეხელ დაწვრილებულია და მეორე პარტია ჩიჩარონი მზადდება. თქვენი მონამორჩილი. ესე ჩვენი ჩიჩარონი დამერწმუნეთ
ფანტასტიკის სფეროდან არის ეს ჩიჩარონი. ახლა მინდა გაჩვენოთ ჩემი მორგი სათამაშო. ეს ლამაზმანი, რომელიც დღეს ზრუნავს ჩემს უსაფრთხოებაზე. აბსოლუტურად ყოველთვის, როცა ქალაქგარეთ გავდივარ, თან მიმაქვს რაიმე სახის საშუალება, იარაღი, თავდაცვის. ყოველთვის იმედი მაქვს, რომ არასდროს არ დამჭირდება, მაგრამ მზადყოფნა ყოველთვის უნდა იყოს, ვინაიდან არ იცი რა გელოდება. ხა ის ადგილას ვარ, რომ არაფერი მსგავსი არ უნდა მოხდეს, მაგრამ როცა ბევრად უფრო სხვა გარემოში ვარ, სადაც ხალხი და მოსახლეობა არის საკმაოდ შორს, თავისთავად აუცილებლობას წარმოადგენს ჩემი აზრით. გვიანია, ღამის 2 საათია უკვე. აგემშვიდობებით და დილით ჩავხვდებით. ათენდა ღამის განმავლობაში გაგვიძება არ მოგვიწია საკმაოდ თბილო და მაგრამ დილით ცოტა მაინც ცივი მოუჭირა. ახლა უკვე ჩვენი უმელი ანთებულია. ნორმალურად დავიწყებთ საუზმის მომზადებას და აბაგებას. მომზადოთ ჩვენი საუზმე. ავა მინდა აუცილებლად ესა ჩვენი საუზმე, პენკეიკები, ჩვენი ჩიჩარონი. ცოტა გვაყი რაც გუშინდელიდან დაგვრჩა და რა თქმა უნდა ყავა. დავასრულებთ საუზმეს, შემდგომ ცოტას ვითევზავებთ, ავალაგებთ და დაუბრუნდებით ჩვენს რუტინას, რაც ყველაზე მეტად არ მინდა.
დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა, ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ და დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რა სიახლეს ისურვებდით ჩემს ვიდეოებში.